ჩაკლავს ვერც ერთი კანონი queer აქტივიზმს და queer მოძრაობას ვერც საქართველოში და ვერცად. მე ვარ ნათია გვიანიშვილი, ვარ queer ფემინისტი აქტივისტი საქართველოდან. ხო, ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდენტობა. ჩემი ბავშვობა დაემთხვა 90-იანებს და ბუნებრივია ეკონომიკურ კრიზისს, უშუქობას, უგაზობას და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი შერეული მოგონებები მაქვს. ერთი კონკრეტული რაც მახსენდება იყო, ერთი ძალიან მძიმე ზამთარი იყო, არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი. ძალიან ციოდა და შეშაც ძალიან ცოტა გქონდა და ეს პერიოდი, როცა თბილისის ბინებში ჩვეულებრივად შეშის ღუმელები იდგა. და ესე იგი ის ზამთარი ვჭამდით ლობიოს, მე მგონი თითქმის მხოლოდ ლობიოს, მიუხედავად იმისა, ლობიო მიყვარს. და ყავდა თაგვი, რომელიც სამწუხაროდ გაიყინა ერთხელ. ეგ არის ყველაზე, ალბათ ყველაზე ესე ცუდი მოგონება, რომელიც რეალურად სიმბოლოც არის იმ პერიოდის. ყველაზე ტკბილი მოგონებები ალბათ უფრო ამ პერიოდიდან უკავშირდება სოფელში დუშეთში ყოფნას ჩემს პაპა-ბებიასთან და იქ რაღაცა ყანაში დახმარებას და იმას რომ იქ საკვები უფრო იყო, ხო, რაც მოკავდა და რაღაც და ეს ზაფხულები, რომელსაც თავისუფლად ატარებ. არ არის ინფორმაცია სექსუალობაზე, საერთოდ არ იყო, მე რო ვიზრდებოდი. საკმაოდ გვიან მივხვდი, რომ მაგალითად კაცები არ მომწონს ქალები. უფრო ესეც ცნობიერად დავფიქრდი საკუთარ სექსუალობაზე, უკვე როდესაც ვიყავი უნივერსიტეტის პირველ მეორე კურსზე, ეს არის 2003-2004 წელი, აი ეს პერიოდი. მაგრამ ცალსახად მეგონა რომ რაღაცა არასწორი მჭირს და რომ აუცილებლად მე ეს გადამივლის, აუცილებლად შევხვდები ვიღაცა ბიჭს, რომელიც მე შემიყვარდება და მოკლედ ყველაფერი იქნება ისე დალაგებულად, როგორც ჩემ გარშემო საზოგადოებას უნდა. მარტოსული პერიოდი იყო, იმიტომ რომ ჩემი პირველი ურთიერთობაც შეეწირა რეალურად აი ამ ჩემს ინტერნალიზებულ ჰომოფობიას და იმაზე ფიქრს, რომ აი მაინც რაღაცა არასწორი ხდება ჩემს თავს. და მე რაღაც მომენტში მივხვდი, რომ არ მინდა რომ ესეთი უბედური ვიყო და საკუთარი თავი მძულდეს და მეთქი გავრისკავ და სხვა ადამიანებს შევხვდები და ვნახავ როგორები არიან. და წავედი, ანუ დღესაც მახსოვს, როგორ მივდიოდი ამ ინკლუზივის ოფისში. მეშინოდა რომ ვინმე ნაცნობმა არ დამინახოს. ისეთი კარგი ადამიანები გავიცანი, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არის ჩემ ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ მანდედან უკვე მე სოციალურადაც გავაქტიურდი უფრო. გულანთებული და შეიძლება ითქვას, რომ გულუბრყვილო აქტივისტიც ვიყავ, იმიტომ რომ პრინციპში ალბათ ეს 2003 წლის ვარდების რევოლუციას ვინც უფრო ესე ცნობიერ ასაკში მოვესწარით, ალბათ ყველანი მეტნაკლებად ვიყავით ესე, იმიტომ რომ მაინც რაღაც აღმავალი დინამიკა იყო. შეგრძნება გქონდა, რომ ჩვენ თუ ძალიან ვიმუშავებთ და ვიწვალებთ და ჩვენს წვრილს შევიტანთ ამ საზოგადოების შენებაში, საზოგადოება დაგვინახავს და აი ამ იმას გადავტეხავთ, ასე ვთქვათ, რა აი ამ რაღაცა ნეგატივს. მე მივხვდი, რომ ისტორია არ არის სწორხაზოვანი. ოჯახს რაც ეხება პირველი იყო დედაჩემი, ვისაც ველაპარაკებ, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. თან ვიყავი შეყვარებული, ვიყავით ძალიან ბედნიერი თან და მე მივხვდი, რომ აი დედაჩემისგან ვმალავ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს და ძალიან მიჭირდა. ერთი რამე არ მეძინა წესიერად, ვერ ვჭამდი, ძალიან დიდი შფოთვა მქონდა. არ ვიცი რა უნდა ჩავიდინო ცხოვრებაში, რომ დედაჩემმა მე ცხოვრებიდან ამომიღოს, ან გამაგდოს, ან რაღაცა იძალოდოს ჩემზე, ანუ ეგ მაგის შიში არ მქონდა არასოდეს. მაგრამ რთული იყო იმ მხრივ, რომ ანუ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ოკეი, აი მე რა გავაკეთე, რომ შენ ეს დაგემართა. ვინმე მე რო ფეხძიმედ ვიყავი, მე მგონი ჰორმონული დარღვევა მქონდა და მაგრამ წავიდა ისო თვით გვემაში და იმის შეეცადა რომ მოეძიებინა რომ აი რამ გამოიწვია. რთული იყო რა ეს ერთი წელი, მაგრამ ანუ ასევე შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ დიდი პრივილეგია არის ის რომ რაღაცა იმ წერტილამდე მივედით რომ აქტიურად მიჭერს მხარს. იმიტომ რომ ამანაც განსაზღვრა პრინციპში ჩემი აქტივიზმი. მამაჩემს არ შეეხება, მამაჩემს დედაჩემმა უთხრა, რატომაც დაიჟინა რომ შენ არ დაელაპარაკო, მე დაველაპარაკები, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი არის ძალიან საყვარელი ბუნჩულ ადამიანი. მეთქი კაი, შენ მოუყევი. ხოდან მამაჩემმა ერთხელაც
ამ რაც ლაპარაკი რო ქონდათ, ჩემს სამსახურზე ლაპარაკობდით და მეორე იცოდე ვეთანხმებიან ფაქტსო, რომ ეს არის, რა ქვია, არავინ არ უნდა განიცდიდოსო დისკრიმინაციასო და არც გეები და ლესბოსელები მათ შორისო და მეთქი მადლობა, მადლობა. არ არის აუცილებელი, რომ შენ გესმოდეს მთლიანად შენი შვილის გამოცდილება. არ არის აუცილებელი, რომ გესმოდეს კონცეპტები, რომლითაც ლაპარაკობს. თავარია, რომ გამოხატო მხარდაჭერა და უთხრა, რომ გიყვარს, რომ შენ ჯერ კიდევ რჩები მის უსაფრთხო სივრცედ. ჰომოფობიის დონე მაღალია, მაგრამ ისეთ სუდადაც აღარ არის საქმე, როგორც იყო უშუალოდ საზოგადოებაში. იმაზე უფრო ნაკლებად აღელვებს ქვიარ საკითხები საშუალო სტატისტიკურ ქართველს, ვიდრე ამას პოლიტიკოსები ამბობენ. ჯერ ერთი რომ გვაქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, როგორც საბჭოთა ისე რუსული იმპერიის, სადაც რეალურად მაგ პერიოდში ჩამოყალიბდა ჰომოფობია როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ანუ ჩვენ რეალობაში. და ეს ინსტრუმენტები გადმოიტანეს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ქართულმა პოლიტიკოსებმა. ჩვენ გვყავს პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური, ისე რომელსაც ან უკავია, ან ეკავა ძალაუფლება, რომელსაც არასოდეს არ გააკეთა არაფრის ინვესტიცია იმაში, რომ ანუ მართლა ეზრუნათ თანასწორობაზე ქვეყანაში, არამედ ძალიან კარგად გააგრძელა ამ ინსტრუმენტების გამოყენება შანტაჟისთვის, პოლიტიკური სპეკულაციისთვის, გააჩნია როგორ იქნება კანონის აღსრულების საკითხი, იმიტომ რომ სუსხავი ეფექტი აქვს უკვე, ვიცით, ადამიანები ერიდებიან ქვიარ საკითხებზე საუბარს, მათ გაშუქებას, ვიღაცას მშვენიერი საბაბი გამოუჩნდა, რომ საერთოდ აღარ შეეხოს და ეგ არის ძალიან რთულ პოზიციაში აყენებს ქვიარ მოძრაობას. ისაც სტადიაზეა ქვიარ აქტივიზმი, ხო, და თემიც რაღაცა უფრო გათვითცნობიერებული არის, რომ წნეხის და მიუხედავად ადამიანებს რაღაცა პასიურად ყოფნა არ უნდათ. ძალიან მედეგი ხალხი ვართ და აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს.